ჩვენი ორგანიზაცია ძველი ორგანიზაცია არის. ქვია რაი კავშირი. ექვემდებარება როგორც ქარელის რაიონის ხელმძღვანელობას, ისე ცეკავშირის გამგეობას. უშუალოდ ცეკავშირში შევდივართ ჩვენ, მაგრამ დღევანდელი რაი კავშირი და ათინდელი რაი კავშირი ცოტა განსხვავება არის. იმიტომ რომ ადრე ცეკავშირში რო შევდივართ, გვასაკონებდა ცეკავშირი ჩვენა საკონით. ზიდავდნენ თვითონ არ გოლური წესით, მე ჩვენ ვანაწილებით ობიექტების მიხედვით. უნდა ესე მუდიოდა მუშაობა. ქარელის რაი კავშირი დღესა აერთიანებს საცვების გაერთიანებას, პურკომბინატის გაერთიანებას და ბაზარს. აი ჩვენი ბაზარი გვემორჩილება ეს ბაზარი ჩვენა. მაგრამ შემცირებული ხაზით რო შევადაროთ წასულ პერიოდს, რაი კავშირი იმის ნახევარი აღარ არის დღესა. ჩვენ როგორც საკუთარი მეურნეობა, ერთი 150-ობით ჩვენ გქონდა და მუშაობა მიდიოდა გაშლილად. ეხლა ეს 90 წლიდან 95 წლებში არეულობა რო იყო, ამან გამოიწვია ობიექტების გაპარტახება, განადგურება და შემცირებული სახით არის წარმოდგენილი დაახლოებით ფუნქციონალურ დღესაც საკუთარ მეურნეობაში 1-2 ობიექტი რაი კავშირში, 2 ობიექტი. ვაჭრობა როგორ მიდის ახლა ობიექტებში? ცეკავშირი ვერ გვასაკონებს, იმიტომ რომ ფონდები არ არსებობს საერთოდ. ჩვენ ეგრე საქვეანგარიშოთ თუ გაგვიჭდა ფული გამოგვაქვს, ვხიდულობთ საქვეანგარიშოთ. ვანაწილებთ ობიექტებს, რომ მოემსახურებთ მოსახლეობას შეძლების და გვარად. აღრიცხვაზე არის 30-40 ობიექტამდე, მაგრამ მუშაობს ძირითადად მუშაობს 10-15 ობიექტი, მეტი აღარა. ზოგი პრივატიზაცია გაიხიდა, ჩემამდე და ჩემს პერიოდში რამდენიმე ობიექტი. ეს ჩვენი ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს. არავითარი შემოსავალი არ არის დღეისათვის. არავითარი. ისეთ პრობლემას წარმოადგენს, რომ მომწოდებელი არ აქვს ჩვენა. ცეკავშირიდან რო წეგანას მოახსენეთ, რო იყო ცეკავშირიდან მომწოდებელი აღარ არსებობს. დღეობით ჩვენ ვცხოვრობთ ხვალინდელის იმედით. ჩვენი სამომავლო გეგმებია, რომ ყველა ობიექტი ჩავაყენოთ წყობაში, ყველა ობიექტი აღვადგინოთ ჩვენი პატარა ძალებით. გვიჭირს ძალიან ფინანსური მდგომარეობა. შეიძლება ცეკავშირი ყრილობა ჩატარდა ახლა და თასვეს იქა კონკრეტული კოოპერაციის კანონი გამოვიდა ახალი, თასვეს საკითხი რომ მომავალში მაინც უნდა აღდგეს, ცოტა რომ აღდგეს 10-15% რომ წაგვაშორონ ხელი, ჩვენ მეტი არ გვინდა, ჩვენ საქმეს მოუვლით და ჩემი მიზანია როგორც გამოცდილი კაცი, რომ ეს ობიექტები ავადგინო, წესრიგში მოვიყვანო და მე ალბათ ვაჭრობაც იქნება.